დავიწყოთ ტრადიციულად გაგრით, სადაც პლუს 30 გრადუსიან ავარაუდები, სოხუმში პლუს 31 გრადუსი დაფიქსირდება დღის განმავლობაში. რაც შეეხება ზუგდიდს, აქაც პლუს 31 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, მესტიაში პლუს 29 გრადუსი გელით. ფოთში გადავინაცვლეთ და აქ პლუს 28 გრადუსიო გვამცნობენ სინოპტიკოსები, ბათუმში პლუს 29 გრადუსი, ოზურგეთში პლუს 31 გრადუსი დაფიქსირდება. საკმაოდ თბილა, ჯერ ისევ ცხელა ვნეთიც. ქუთაისში 34 გრადუსი მაქსიმალური ტემპერატურა. ამბროლაურშიც ასევე 34 გრადუსიან ავარაუდები დღის განმავლობაში, რაც შეეხება ახალციხეს, აქ პლუს 25 გრადუსი და დღე მზიანი იქნება. ბორჯომშიც გამოანათებს მზე 33 გრადუსი დაფიქსირდება. ლაპურიაში პლუს 29 გრადუსი. გორში გადმოვინაცვლეთ და მაქსიმალური ტემპერატურა აქ 36 გრადუსია, საკმაოდ ცხელა, ცხინვალშიც 33 გრადუსი და მზე კაშკაშებს. სტეფანწმინდაში 25 გრადუსი დაფიქსირდება, მზეც გამოანათებს ღრუბლებში პარალელურად. გუდაურში 22 გრადუსი გელით და მზიანი დღე. თელავში პლუს 33 გრადუსი. რაც შეეხება რუსთავს, აქ 37 გრადუსი ამბობენ სინოპტიკოსები და ჩვენს დედაქალაქ თბილისშიც არ აკლებს 36 გრადუსი გველის. დღე მზიანი იქნება. ეს კი შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ არის პირდაპირი კადრი სატელევიზიო ანძიდან და ესე გამოიყურება ამ დროისთვის ჩვენი დედაქალაქი თბილისი. მზე შემოფაკლა სახურავები. და დღის განმავლობაში მაყურებელსაც ვეთქვი, როგორც მიხვდით, საკმაოდ მაღალია ტემპერატურა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი წყალი მოიმარაგოთ, იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა იცით, რომ მნიშვნელოვანია, რომ დეჰიდრატაცია არ განიცადოს. 36 გრადუსი სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის, ამიტომ ბევრი წყალი და დღის საათებში ეცადეთ, რომ გრილ ადგილებს შეაფაროთ. და ასევე ქოლგა. ქოლგა მნიშვნელოვანი აქსესუარია. სწორედ ასე. არ ვიცი, რამდენად ხმარობ ხოლმე. კი.